ჩვენი სტუმარი პოლიტოლოგი ლევანს მივესალმები, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. მე სოციალურ ქსელში ვნახე თქვენი გამოკითხვა არჩევნებში შესვლა არ შესვლის, ეს თქვა არგუმენტები ბოიკოტის და მონაწილეობის სასარგებლოდ, როგორ გაიყო პოზიცია, არის საინტერესო და ზოგადად რომ გამოვეხმაუროთ, ეხლა ეს ყველაზე ცხელი და აქტუალური თემა ოპოზიციის შიგნით და ასევე ეს ვთქვათ, პოლიტიკაში ჩართულ, პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს შორის. მოგესალმებით დიანა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს გამოკითხვა არ ყოფილა, უბრალოდ შევეცადე რომ შემეგროვები. კი ბატონო, შენი შემოთავაზებულინა ორივე მხარეს არსებული არგუმენტები და საკმაოდ რთული სურათი გამოიხატა. ყველა თანხმდება მაგალითად ჩემს ირგვლივ რომ ანტისახელისუფლებოდ განწყობილი ადამიანები და მოქალაქეები ამ ქვეყანაში მძიმე დღეში ვართ, იმიტომ რომ ნებისმიერი მოძრაობა შეიძლება ძალიან დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენთვის, ხო? როგორც ბოიკოტი, ასევე არჩევნებში მონაწილეობაც. ბოიკოტი საშიშია იმის გამო, რომ უკვე გამოჩნდნენ მრავლად პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ანუ ბოიკოტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ფასი, თუ ის არის ერთიანი, მოიცავს პოლიტიკური ოპოზიციის უდიდეს ნაწილს და ამას ჩვენ ვერ ვხედავთ და მეორეს მხრივ მონაწილეობა არის საშიში იმ გაგებით, რომ ვხედავთ რა ტიპის ავტორიტარიზმი მყარდება ქვეყანაში, ხო? ანუ აის გავეყარე და უის შევეყარე მდგომარეობაში არის დღეს ვთქვათ, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განწყობილი საზოგადოება. მაგრამ ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება აი ამ თემასთან დაკავშირებით, ხო? აი ძალიან აქტიურები, აგრესიულები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის ღალატი, ეს არის ვთქვათ, დანის ჩაცემა ქართული ოპოზიციისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი არ გვეუბნებიან, ვთქვათ, რა მოხდება ბოიკოტის გამოცხადების კვალობაზე, ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ. ასე რომ, თუ რომელიმე გადაწყვეტილებას უნდა გამარჯვება ამ საზოგადოებაში, მხოლოდ ერთ სვლას არ უნდა გვეუბნებოდნენ ჩვენ პოლიტიკოსები. პოლიტიკა რაღაცით გავს ჭადრაკს და მეორე ბოიკოტის შემდეგ რა ხდება და მონაწილეობის შემდეგ რა ხდება მომხრემ და მოწინააღმდეგემ კარგად ახსნას თუ არა უნდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს თქვა ჩვენ რაღაც მივეჩვიეთ რომ პოლიტიკური სპექტრი იღებს რაღაც ემოციურ უცაბად გადაწყვეტილებებს და მე ეს პროტესტში მყოფი საზოგადოება მიყვება მას ბრმად, შეიძლება თვალხილულად არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად გზის ჩვენება, გეგმაზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ყველაზე მძიმე კითხვად აღიქმება მათთვის, ანუ სჭირდება თუ არა ამ პროცესს მეტი განმარტება ერთი პოზიციის მომხრე ან მეორე პოზიციის მომხრის მხრიდან და ასევე მნიშვნელოვანია თუ არა რომ ერთი ან მეორე გზა არჩევის შემთხვევაში იყოს ვთქვათ ერთიანი როგორც მინიმუმ 4 ბარიერ გადალახული პარტიის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად ვეთანხმები, ასე ვთქვათ, თქვენს მოსაზრებას. მარტო განმარტება კი არ არის საჭირო, შეიძლება უამრავი არგუმენტი ჩამოვთვალოთ ჩვენ, რატო უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა ან არ მივიღოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვჭირდება მეორე, მესამე, მეოთხე სვლა წინასწარ ან დაახლოებით ვიცოდეთ რას გეგმავს ოპოზიცია, რა მიმართულებით მიდის, ხო? ივანიშვილის წარმატების ფორმულა მდგომარეობს იმაში, რომ ეს კაცი ახლა სტრატეგიულად ვერ აზროვნებს ნამდვილად, მაგრამ აი ტაქტიკურ დონეზე იცის თვალს ზეგ რა გააკეთოს, რას მოაყოლებს, ამაზე ნაფიქრი აქვს და ჩვენ ოპოზიციონერები ის უმრავლესობას ეს ნაფიქრი ნამდვილად არ აქვს და არ იციან მათ კონკრეტულ ნაბიჯს, ბოიკოტს ან არჩევნებში მონაწილეობას შემდეგ რა შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება ერთიანობის თემას, რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში ეს განამწყვეტი საკითხი გახლავთ. ბოიკოტი თუ არ იქნა, ვთქვათ, უნივერსალური და ყველამ არ მიიღო მონაწილეობა, ან უმრავლესობამ არ მიიღო ამ ბოიკოტში, იგი თავის მნიშვნელობას კარგავს და საქართველოს ისტორია გამოცდილება ესეთია, რომ ბოიკოტის სრული არასდროს არ არის და ბოიკოტში მონაწილე პოლიტიკური პარტიები მერე ქრებიან, ან მათი სრული რადიკალიზაცია ხდება და ხანდახან იარაღსაც იღებენ ხოლმე ხელში
ბოიკოტში ჩართული პოლიტიკური მონაწილეობა რა პლუს მოიტანს, მაშინ როცა პარტიებს უარი აქვთ ნათქვამი პარლამენტზე, საკრებულოში ეს ვთქვათ გასვლა, მით უმეტეს თუ მონაწილეობაც იქნება არასრული, ანუ შესაბამისად, მაგალითად თბილისში ლევან, ასე ვთქვათ, ციფრების საუკეთესო პოლიტიკური დასკვნის კეთების საშუალებას იძლევა თბილისში ოცნებამ ხომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო რესურსი. ოპოზიცია მაინც ჯაბნის ქართული ოცნების ხმებს. ის თუ არასრულად მიიღებს მონაწილეობას, ბოიკოტიც არის ახლა ივანიშვილის ინტერესში, იმიტომ რომ ორი პარტიით ნაკლები თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მისი დიდი თავის ტკივილის გარეშე მოხდება, ვთქვათ, ოცნების გასვლა ყველა დონეზე იქ მერი იქნება თუ საკრებულო, თუ ეს ვთქვათ, არავინ არ ყველა ჩაერთვება ბოიკოტში, აქ ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება. მოკლედ რაღაცნაირად ნაწილის მონაწილეობა, ნაწილის ბოიკოტი ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის სასურველი სცენარია. იდეალური სცენარია და აქეთკენაც მიდის საქმე, რომ ნაწილი ბოიკოტში იქნება, ნაწილი მიიღებს მონაწილეობას და საბოლოოდ გამარჯვებული გამოვა ივანიშვილი და მისი, ასე ვთქვათ, მოკავშირეები. მაგრამ მე იცით რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რა განსხვავება ხა თქვენსა და ბევრ ოპოზიციონერს შორის. ძალიან ბევრი განსხვავებაა, მადლობა ღმერთს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ალბათ შეიძლება იყოს ის, რომ აი მაგალითად თქვენ მე დავკვირვები ვარ, ხო, არ ექვემდებარებით, ასე ვთქვათ, დათრგუნვას სოციალური ქსელის მეშვეობით და სოციალურ ქსელში ადამიანების მობილიზების თვალსაზრისით. მედეგი ხართ, რაღაცის გჯერა, თქვენი პრინციპები გაქვთ და ამიტომ კი შეიძლება გთხრით რაღაცა ეს ორგანიზებული თავდასხმა, მაგრამ უძლებთ ამას და. იცით რატომ ლევან, იმიტომ რომ არანაირი ანგარება არ მაქვს გარდა იმისა, რომ ამ რაღაც კონკრეტულ მომენტში ვფიქრობ, რომ ასეა სწორი. შეიძლება პოლიტიკოსებმა თავად იციან, ვთქვათ, რამე პრობლემა თუ აქვთ რაღაც. ხო და პოლიტიკოსებს ეშინია. შემიძლია ნებისმიერ Facebook თალიბანს დავუპირისპირდე, თუ ვფიქრობ, რომ რაღაცა ასე ვფიქრობ ქვეყნისთვის სწორად, ანუ ამ ხრი მართლა ეს არ არის კარგი ახლა გაძლებადი, ძიმე გასაძლებია, მაგრამ გაძლებადია. ხო და რატო გავიხსენ ეს ამბავი? ესენი ვერ უძლებენ ეს ოპოზიციონერი. და ელოდებიან სოციალურ სოცმენეჯერები და წავიდნენ სახში მაშინ. ხო და ამასაც ვერ ქირაობენ ნორმალურად ეთყობა და არიან ტყვეები საკუთარი განცხადებების, ხო? ანუ რატო გავიხსენ ეს ყველაფერი? თავიდანვე დაასამარეს არჩევნების ნებისმიერი იდეა. ხო, არა და სოფლიოში თავადვე ხელი შეუწყეს სხვათა შორის დღეს არჩევნებზე მოლაპარაკე ადამიანებმაც ამ ტიპის რადიკალური რიტორიკის, ასე ვთქვათ, გაძლიერებას ესეც არის. და დიანა, რომ მიდიხარ ესეთ რადიკალიზმზე, ამის თავი უნდა გქონდეს. შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გქონდეს. როცა ყველას და ყველაფერს ბოიკოტს უცხადებ, მინიმუმ 70% მოსახლეობის სრულად უნდა გენდობოდეს, ან მობილიზებული უნდა იყოს ეს 70%, რომ შენს გვერდზე დადგეს და როცა ესეთი მხარდაჭერა არა გაქვს და ყველა ხიდს წვავ, შემდეგ აღმოჩნდები ესეთ გამოუვალ სიტუაციაში ხოლმე, როგორშიც არის თქვა დღევანდელი ოპოზიცია. უბრალოდ მე მაინც მინდა ხელი შეუწყო თქვა რაღაც დისკუსიებს ჩვენ საზოგადოებრივ სივრცეში. და ჩვენ პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენლები, როდესაც ვაკვირდებით საქართველოში ესეთ შექმნილ ვითარებას და გვინდა რომ ამოვხსნათ რა შეიძლება გვეშველოს, საით შეიძლება წავიდეს, რა თქმა უნდა, ვიხსენებთ მაგალითებს, რაც არსებობს ჩვენს ირგვლივ. აი ქართული ოცნების რეჟიმი ძალიან გავს, ვთქვათ, ევროპის კონტინენტს თუ ავიღებთ, ვიქტორ ორბანის რეჟიმი. ძალიან ახლობლები არიან, ნათესაობენ, სულითაც ახლობლები არიან, მეგობრობენ, დადიან, ხელსართმავენ, ცნობენ, აღიარებენ, კი ბატონო. აღიარებენ, ორბანიც მიდრეკილი არის, თქვათ, აი ამ ავტორიტარიზმისკენ, ოლიგარქიისკენ, საკუთარი ოჯახის წევრების გამდიდრებისკენ, ანუ ძალიან ბევრი საკითხი თქვანან ერთმანეთს და ბოლო, რა ვიცი, 15 წელია ოპოზიცია უმძიმეს დღეში არის უნგრეთში, ხო, ძალიან შევიწროვებულია, ძალიან დაქცაკსულია, ძალიან ფრაგმენტირებულია და ერთადერთი სინათლე არსებობს თანამედროვე უნგრეთში, რითიც ახერხებს ოპოზიცია საკუთარი თავის შენარჩუნებას, ადეკვატურობის შენარჩუნებას. ეს გახლავთ ქალაქი ბუდაპეშტი. 2019 წელს ოპოზიციამ თქვა, რომ ვერაფერს ვერ ვიგებ,
არაფერში შეიძლება ლეგიტიმური არ არის ვიქტორ ორბანი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მას გულში მივაყენოთ ჭრილობა. გულში შეგვიძლია, ასე ვთქვათ, გაუყაროთ ხანჯალი, დაირაზმა ოპოზიცია საერთო სტრატეგიით გამოვიდნენ მწვანეები და ულტრანაციონალისტები, მაგალითად, აი ამ ტიპის კონსოლიდაციასთან მქონდა საქმე და 2019 წლიდან დღემდე ბუდაპეშტი თავარი ქალაქი, ამ თავარი არტერია, გულის გული ამ ქვეყნისა გამოცვლილია ვიქტორ ორბანს. რა თქმა უნდა, ეს მთელ სისტემას ვერ ცვლის. ვიქტორ ორბანი თურქეთის შემთხვევაც გამოდგება ამ ხრივ ერთი წამით. ანუ ვერ ცვლის სიტუაციას დრამატულად, მაგრამ ლეგიტიმაცია შერყეული აქვს ქალაქის დონეზე, მთავარი დასახლების დონეზე ვიქტორ ორბანს. და აი მე ვფიქრობ, რომ თუ ოპოზიცია შეძლებს რომ გადალახოს ეს თავისი ნაივურობა, ბავშვურობა, შეძლებს რომ რაღაცაზე მოილაპარაკოს და მოახერხებენ ისინი რომ შეარჩიონ უპარტიო ტექნოკრატიული კანდიდატი თბილისის მერობაზე, კახა კალაძის დამარცხება არის თავისუფლად შესაძლებელი ამ საშინელი, ამ დემონური ქალაქის მერის, რომელმაც ჩვენი ქალაქი გაანადგურა, მიწასთან გაასწორა და ქალაქის მაგივრად შემოგთავაზა ეს ბეტონის ჯუნგლები, ბინძური ჰაერი, ბინძური წყალი, დაპატიმრებული მდინარეები და განადგურებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მაგრამ აი როგორი არგუმენტი აქვს ასე დროს, ლევან? რამდენიც დასჭირდება იმ დონის, ასე ვთქვათ, სისტემას მობილიზებას გაუკეთებს ქართული ოცნება. ერთი ეს, ანუ ასე ვთქვათ, გაყალბების რა რესურს, რა ნიშნულიც დასჭირდება გამარჯვებისთვის, იმას გამოიყენებს, ერთი რაზეც ლაპარაკობენ და მეორე თუ ასევე ერთიანად ჩანს, რომ ერთიანობა ამ ხრივ მონაწილეობის სასარგებლოდ დიდწილად არ იქნება ალბათ. ხო და ეგ ცუდია და ამის გადალახვაა საჭირო, თუ გვინდა რომ რაღაცა ფორმით დაუპირისპირდეთ ქართულ ოცნებას აი ამ საარჩევნო პლანზე, იმიტომ რომ მე კი არ მეხალისება არჩევნების ხარდასაჭერად საუბარი და ასე შემდეგ და ნამდვილად არ არის კარგი და სასიამოვნო ქართულ ოცნებასთან საარჩევნო ველზე შერკინება. უბრალოდ სხვა გეგმას არავინ არ გვთავაზობს, სხვა გზას არავინ არ გვთავაზობს და მხოლოდ აქციები და სანქციები ბოიკოტი, პროტესტში ყოფნაო და ამ დროს სადღაც ჩამოიშლება. და ან თან მეორე ესეთი არგუმენტი აქვს, რომ 2-3 კაცით საკრებულოში შესვლა, ასე ვთქვათ, რა შედეგს მოიტანს. თუმცა აქ სულ მაქვს შესაგებებელი კითხვა, თუ ასე სუსტია დღეს ოპოზიცია, მაშინ რომელ ახალ არჩევნებს ვითხოვთ უკვე საპარლამენტოზე ვლაპარაკობ? 2-3 კაცით შესვლა მართლა არაფერს არ შეცვლის ქვეყნისთვის, თალკეულ პარტიებს შეიძლება პოზიციები გაუძლიეროს, ხო? მაგრამ ქალაქში კალაძისთვის წინააღმდეგობის გაწევა ლეგიტიმაციის საყრდენს გამოაცლის, კიდევ ერთ საყრდენს გამოაცლის ქართულ ოცნებას და ამისთვის დარაზმაა საჭირო, ხო? და რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, რომ მაინც გააყალბებენ და ასე შემდეგ. არა, მე ვამბობ, რომ ეს არგუმენტია ჩემი სტუმრების მხრიდან. ნახეთ, მაგას პასუხობ, მაგ არგუმენტს. კი ბატონო, გააყალბებენ, მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს უკვე 2024 წლის გამოცდილება. ხო ვიცით როგორ აყალბებენ, რა მეთოდებს იყენებენ. ხო შეგვიძლია უფრო მეტად დავიზღვიოთ თავი, ვიდრე წინა კენჭისყრასთან შედარებით, ხო? თან ჩვენ ხო ყველამ ვიცით, საქართველოს ისტორიაც ამას აჩვენებს, რომ როგორი დახვეწილიც არ უნდა იყოს გაყალბების მეთოდები, თუ არის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მობილიზებული და ანტისამთავრობოდ განწყობილი, მობილიზებულ საარჩევნო უბანზე მისულ ანტისამთავრობოდ განწყობილ ამომრჩეველს შეუძლია მართველი პარტიის ძალიან ძლევამოსილი მართველი პარტიის დამარცხება და მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილზე დიდი ანტირეიტინგი აქვს კახა კალაძეს, კობახიძეზე დიდი ანტირეიტინგი აქვს კახა კალაძეს და თბილისში ეს კაცი თბილისის ნაწილი ვერ გახდა და თბილისი ვერ იღებს კახა კალაძეს, როგორც ჩანს ის კიდევ ერთხელ აპირებს კენჭისყრას და ჩვენ შეგვიძლია რომ მას შევებრძოლოთ, დარტყმა მივაყენოთ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ გვეუბნებიან რომ ეს არის სამშობლოს ხალატი, ჩვენ უსვამთ მათ შეკითხვას. მაშ რა? თქვენ რას გვთავაზობთ? მარტო აქციებს და სანქციებს და აქეთ იქით ზიარულს? წინ ზაფხულია. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრებათ საშინელი იმედგაცრუება. ისედაც ადამიანები გადაღლილები არიან, გაუბედურებულები არიან, ვერ ხედავენ კონკრეტულ მიზანს, რისთვის
როგორ იბრძვიან თქვათ ადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. აი მანამდე რა პუნქტებია გასავლელი, ამას ვერ ხედავენ. ასე რომ ვინც გვეუბნება ჩვენ რომ არჩევნებზე არ წახვიდეთო, მაშინ გითხარით როგორ და რა მეთოდით, რა ახალი სტრატეგიით ვიბრძვით ჩვენ ადამდელი საპარლამენტო არჩევნებში. ლევან, დიდი მადლობა. არც ერთი და არც მეორე ეგრე არ გამოდის და ეგ არის სიბრიყვე და მოთხოვება ამორჩევა. კი ბატონო, დიდი მადლობა. იმედი მაქვს ვიქონიოთ ყოველ შემთხვევაში, რომ პოლიტიკური პარტიები კომუნიკაციის რაღაც ხერხებს გამოძებნიან, ერთმანეთთან ილაპარაკებენ და ერთი ან მეორის სასარგებლოდ, არგუმენტირებულად რაღაც ერთიანი პოზიცია ექნება. ჩვენ დავაკვირდეთ, შევაფასოთ. მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ ჩემი მტერი, ჩვენ დავაკვირდეთ, შევაფასოთ, გავაანალიზოთ, გავაკრიტიკოთ და ვთქვათ ისევ ის, რისიც გვჯერა, მიუხედავად იმისა, სოციალურ ქსელში. კი ბატონო, რამდენი მობილიზებული ადამიანი, იმათაც თავისი აზრი აქვს, მესმის, მათაც შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებით და რაღაცნაირად შეეცადონ ან დაბულინგებას კონკრეტული პირების ან მაგრამ პოლიტიკური ლიდერი და ფიგურა ბულინგს არ უნდა ექვემდებარებოდეს, თუ არის ფიგურა და თუ არის ჩვეულებრივი რაღაცა წვრილმანი, ასე ვთქვათ, აქტივისტი, მაშინ შეუძლია ნებისმიერ ბულინგს დაექვემდებაროს. ასე რომ ეს მიემართება ლიდერებს და ემოჯები არ უნდა იყვნენ ლიდერები, ეს ვთქვათ, უნდა გასცდნენ ამ როლს და რა თქმა უნდა, ვთქვათ, ფართო ფენებთან კონდეთ კომუნიკაცია. მადლობა ლევანს, მადლობა მაყურებელს და ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს პოლიტიკურ ამბებში უკვე საღამოს ნახვამდის.